ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დავით გარეჯში, ეს არის დავითის ლავრა და აბსოლუტურად გვინდა მოვიაროთ ყველა ეს სადაო ადგილები, ჩიჩხიტურიც ასევე და აი აქ ჩვენ რამაც ცოტა არ გაგვაოცა, მაგრამ აი გვეწყინა ის რომ ვხედავთ, ესე იგი, რომ თუ გინდა რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტაძრები დაიცვა, ის რაც მამაპაპამ მოგიტანა ამდენი შრომით, ამდენი ლოცვით, ამდენი სისხლით, დღეს ქართველი ხალხი ვერ ბედავს, რომ აი აქ თუნდაც ჩავწეროთ და ორი სიტყვას თქვას. გულსატკენი იყო წეღან ახალგაზრდა მანდილოსნები მორწმუნენ, რა თქმა უნდა, ძალიან უყვართ სამშობლო, მაგრამ საჯარო სამსახურში ვართო და აზრს ვერ დავაფიქსირებთო, ვერ ჩავწერთო, იმიტომ რომ ხელისუფლება არ გაუბრაზდეს მერე. აი ასეთი პოლიტიკით ჩვენ დავით გარეჯს კი არა თუ არ ვიყოჩაღეთ პატრიოტებმა, ყველაფერს დავკარგავთ ამ პოზიციით. აი არსებობს აბსურდი და არსებობს, არ ვიცი, მე შეიძლება ითქვას აბსოლუტური აბსურდი. დავით გარეჯის ტერიტორიაზე ჩვენ რო რაიმე მონასტერს შეგვედავებიან, ეს უკვე აი ზღვარგაცასული უსამართლობაა. როგორც ვიცით, უკვე ოფიციალურად ბერთუბანი მაგათ ხარეზეა და უკვე კიდევ ჩიჩხიტური გზაზეა და უდაბნოს მონასტერს და ზედვე ვერანგარეჯასაც გვედავებიან. აი როგორ, აი უბრალოდ ხო შეიძლება რომ ადამიანი დაფიქრდეს რა. როგორ შეიძლება ეს ტერიტორია იყოს აზერბაიჯანის, როგორ შეიძლება ეს იყოს ალბანური კულტურის. მე-6 საუკუნის დასაწყისში დავით ასურელი ბერი დავით გარეჯელი მოვიდა თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად და აქ ამ ადგილას ზუსტად ჯერ ღვიმეში დაიწყო ცხოვრება, შემდეგ გაიზარდა კომპლექსი, გაიზარდა და ჩამოყალიბდა დავით გარეჯას კომპლექსი. 16 მონასტერია ჩამოთლა. შეიძლება რასაკვირველია, მაგრამ ჩამოვთვალოთ, ხო უნდა ვიცოდეთ რა იყო, რომ რამდენი იყო. ესე იგი, დავითის ლავრა, დოდოს რქა, დოდოც იყო დავით გარეჯელის მოწაფე. ესე იგი, ნათლისმცემელი, წამებული, პირუკუღმად ვერან გარეჯა. ესე იგი, თეთრწყაროები, მრავალწყარო, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები, სათორმე, ქოლაგირი, სამი ის ტერიტორია, რომელსაც საბერები კიდო და სამი ის მონასტერი, რომელსაც როგორც გითხარი, ერთი უკვე გადასულია ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო. აი წარმოიდგინეთ, უდაბნოს მონასტრის მონასტერში ჩვეულებრივად იყო ფრესკები თამარ დედოფლისა და მისი მემკვიდრე ლაშა გიორგის. ნუ რა საქმე ქონდა აზერბაიჯან ტერიტორიასთან თამარ დედოფალსა და მის მემკვიდრე ლაშა გიორგის. ესე იგი, ბერთუბანში იყო, ახლა თბილისშია გადატანილი, ხოლო უდაბნოს ამაღლების მონასტერში დემეტრე თავდადებულის ფრესკები. შემდეგ უკვე მეორე მონასტერში უკვე დავით გარეჯელის მოღვაწეობის ამსახველი ფაქტებია. ნუ საოცრებაა პირდაპირ. ასე აი მე იცით რა მიყვარს ყველაზე მეტად გავიგეთ რა, რომ ხელისუფლება არ წინა ხელისუფლება საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს. და საერთოდ რა, მაგრამ მეორე შეკითხვა რა დაუშავეთ? ღმერთი ჯული სამართალი ამ ურჩხულებისთვის ჩვენ ხო არაფერი არ დაგვიშავებია. რატო გვინადგურებენ, რატო ყიდიან ჩვენს მონასტრებს, მიწებს, რატო ანადგურებენ ჩვენ მოსახლეობას? რა დავაშავეთ? ჯერწავი, აი სააკაშვილმა, რომელმაც გადაცადა და პირდაპირ თქვა თურმე სტრატეგიული სიმაღლეები ჭირდებოდა აზერბაიჯანელს. მაგრამ აზერბაიჯანელები აი ვის წინააღმდეგ ჭირდებოდა? საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ საწინააღმდეგოდ გაყიდა კაცმა გადაცა. და აგენმა უკვე სხვების ხურდაში მიაყოლე. გამოდის პრემიერ-მინისტრი
ეს თმაფუჩეჩა ტიპი და რასი ძახის არა ეკითხებიან რა ელაპარაკი ალიევთან ეს თქვენი საქმე არ არის ეს ჩვენ ვიცითო ასე თქვენი და ცოლი მოკაო სიდედრის ამბავს გეკითხებით ჩვენი ძირძველი მონასტრები წმინდა ადგილებზე გესაუბრებით რას ქვია ჩვენი საქმე არა აბა ვისი საქმეა ვინ ახარ საიდან მოსულ ხარ როგორ მოხდი ბოლო ამ გოუგებრობაში რამდენი ხარ ბოლო მამაძახნი რა ამოვიდე ერთ რამესაც გეტყვი მე ადრე აი ჩვენ ვიცითო 1624 წელს აქ უფრო მაღლა უდაბნოს ტერიტორიაზე შაჰაბაზმა ამოწყვიტა 6000 გარეჯელი ბერი წმინდანად არის შერაცხული რომლებიც აღდგომის წინვალე დღესასწაულს აქ ზეიმობდნენ აი ლოგიკურია შეკითხვა ხო ახსნას კაცო ვინმე აღდგომის წინვალე დღესასწაულს 6000 ქრისტიანი გარეჯელი ბერი სად აღნიშნავდა კაცო მუსულმანური აზერბაიჯანის განჯის სახანოს ტერიტორიაზე თუ ქრისტიანული საქართველოს ტერიტორიაზე ნუ ეს ორჯერ 2-4 ამას დამტკიცება ჭირდება საერთოდ ან მეორე ჩვენ ვიცი ჩაღაბაზმა ჩვენ წაგვართვა ქაჩის დებერდი ლორე აქეთ კაკერისელი კახი სულ წაგვართვა ახრო აზერბაიჯანს რომელიც ფაქტურად განჯის სახანო მის შემადგენლობაში შედიოდა რამე პრეტენზია რო ქონოდა ტერიტორიული საქართველოსთან შაჰაბას რა პრობლემა ქონდა მაშინ რომ ეს ყველა ტერიტორია განჯის სახანოზე მაგი კი არა მთელ გარე კახეთსაც მიაყოლებდა ზე საუბა ეს ლოგიკურად ჩანს რომ არავითარი პრეტენზია ჩვენდამი არ არსებობდა ჩვენ გვაქვს პირიქით პრეტენზიები ასე უმოწყალო მე არ ვიცი რომ სადამდე უნდა გაგზელდეს ეს სადამდე უნდა იყოს ხალხი შეშინებული ამბათვის ეს ხრიოკი ადგილებია ჩვენთვის წმინდა ადგილებია სადამდე სიწმინდეებს თუ გაგვიქრობენ სულიერებას თუ გამოგვაცლიან ბოლომდე მაშინ ხორცი დავრჩები და ხორცს გავყიდიან ბოლო და ეს იქნება რა ძალიან მარტივი და ძალიან სუფთა რამ უნდა გაიგოს ყველა ქართველმა ვისთვისაც ძვირფასია ყველაფერი ქართული ძვირფასია წინაპრის ხსოვნა ჩვენ ახლა ვართ ადგილზე რომელიც თვალნათლივ მიგანიშნებს შენი წინაპრების შემოქმედებით უნარზე კოლოსალური შრომის უნარზე იმაზე თუ როგორ დამოკიდებულებაში იყვნენ ისინი საკუთარ ქვეყანასთან საკუთარ სარწმუნოებასთან ამ სიწმინდეს როდესაც ვიღაც კიდებს ხელს ეს არ არის გარედან მომხდური ეს არის ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური საქართველოს ხელისუფლებები უბრალოდ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლებები რომლებისთვისაც ეს ქვეყანა არ არის მშობლიური ეს არ არის მათი ქვეყანა რა კი ეს შენი ქვეყანა არის არ არის ესე იგი სახელმწიფოდ შენ მხოლოდ როგორც ბიზნეს პროექტად ისე გამოყენებული და შენ თავის გარეჯეც გინდა გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის და ნებისმიერი სხვა ადგილი გეკითხებით ვინც ერთხელ მაინც ნამყოფია დავით გარეჯში ვისაც ერთხელ მაინც ეს ყველაფერი უნახავს მითხარით შეიძლება ვიყოთ გაჩუმებული შეიძლება ვიყოთ გვეშინოდეს მდგომარეობაში და არ დავდგეთ მარტივი რამის ირგვლივ ჩვენი ქვეყნის რომლის გარეშე ჩვენ არაფრად არ ვღივართ ჩვენი კულტურის გარეშე ჩვენ არაფრად არ ვღივართ ჩვენი წმენისა და სულიერების გარეშე ქართული და ყოველი ქართული არის მკვდარი და თუ ასე გავაგრძელებთ ჩვენ ამ სიკვდილს მალე მოვიახლოვებთ ამიტომ მე მოგძალებით შემიძლია გთხოვოთ ახალგაზრდები წამოიყვანეთ ვისაც არ უნახავს გარეჯი ყველამ ნახოს და გაიაზრეთ
რას მოკიდა ხელი საქართველოს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებებმა არაფერს ვამბობ შაუბნელ წინა ხელისუფლებაზე და არაფერს ვამბობ დღევანდელ არალეგიტიმურ არანაკლებ შაუბნელ ხელისუფლებაზე მოგიკიდეს ხელი და მიგანიშნეს თქვენ ხართ წაქცეული ხალხი თქვენგან ჩვენ არაფერი არ გვემუქრება გავაკეთებთ იმას რაც გვინდა მივაღწევთ იმას რაც გვინდა ნახოთ იქნება თუ არა ეს ასე ეს ყოველ ქართველზეა დამოკიდებული და არავისზე სხვაზე